საღვთო წერილზე დაყრდნობით გავხდეთ მორწმუნე ქრისტიანები და მეტი არაფერი არ მოგეთხოვებათ, არაფერი არ გინდათ, გულს გაასწორებს, გონებას, გამიგეთ სითბო და აღივსებით, სიკეთით და კარგად შეიმეცნეთ იმ ქვეყანას, რომელშიც ვართ, დედამიწას, აი კოსმოსს, სიყვარული შემოდის, ძალიან ძლიერი სიყვარული, მოყვას ის მტრის, აი გეუბნებით ქრისტიანი. მე ვერ ჩავთვლი ქრისტიანად ადამიანს, რომელსაც მტრის სიყვარული არ შეუძლია. მტრის სიყვარული არ შეგიძლიათ, აი მთელი გულით ჩავეხუტებოდი შიოლაშვილს რა. მოულით, აი რომ ჩამაბარონ, მე მოული, მე ვაჭმე, აი გადავყვებოდი თან. თუ ეს სიძულვილი მაქვს, წადი შენი ასე, მე ქრისტიანი არ ვარ. ამხილება კაცო, ამხილება აუცილებელია, რასაც მაგას ახლა სიყვარულით ამხელს, ხო? ამოს ზიზღი კი არა აქვს. თვით იონას ჰქონდა ცოტა და შეეშალა. ხვდები, დაბოღმელი იყო, სააწავიდე მტრებთან, მას დაავიწყა რომ მტრის სიყვარული, შენთვის რომ მტერია ღმერთისთვის ის საყვარელია. იონამ ეს გაკვეთილი მას მერე მიიღო, როცა ვეშაპის თუ დიდი თევზის მუშესი 3 დღე იყურყუტა. ხო, მოკტა და გაცოცხლდა. ფაქტობრივად მე შემიძლია ესეც გავიგო. მოკტა და გაცოცხლდა და მე დაიწყო ლოცვა. ან ცნობიერება წავიდა. მოკლედ მოკტა რა. და აღდგა მუსელში და მე დაიწყო ლოცვა. მე-3 დღეს. ესე იგი რატომ მე-3 დღეს? ესე გუტარი იყო. კამათი არის ამ წიგთან მიმართებაში სხვა თეორია მაქვს წაკითხული, მაგრამ რაღაცაზე უნდა შევჯერდეთ, ხო? და ამიტომ იძახის იესო, როგორც ის იონა, ესე იგი გარდაცვლილი იყო ასევე. თუ ის ცოცხალი იყო, ასევე იქნებოდა იესოც. ესე იესომ გაიარა სიკვდილი და აღდგა. როგორც იონა აღდგა. და მერე ლოცვა დაიწყო. და მერე ამოანთხია. თევზის იმდან ღმერთის სიტყვით. მას სიძულვილი ჰქონდა. ბოლომდე ღმერთს ეკამათებოდა. ამიტომ ქრისტე მოდის და ღმერთი, ესე იგი ქრისტეს სახით ღმერთია, ხო? და ნახეთ როგორც სიყვარულს ამჟღავნებს ეს ყველას მიმართ. მაგრამ სიმკაცრეც აქვს, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში ღმერთი მრისხანებს. ისინი კი არ ჩამოწერა. ბიჭო, არავინ არ აქცევს ყურადღებას ამას. ესე იგი მითითება, მკაცრი ქადაგება იმას კი ანიშნავს, რომ არ იყვარს ადამიანი. როგორ შეიძლება ქრისტიანობა ხო სიყვარულია? ეს არის პოემა სიყვარულზე, ჭეშმარიტი პოემა სიყვარულზე. ამ წიგნიდან არის, ამ სიყვარულის წიგნიდან არის დავალებული ყველა პოეტი, მხატვარი თუ ვინც სიყვარულზე რამეს წერს. მაგრამ იქ სატანაც არის ჩასაფრებული. ეს არის ჭეშმარიტი სიყვარულის წიგნი, იმიტომ რომ სიყვარული არის თავად ეს წიგნი და ღმერთია სიყვარული. ეს ღმერთი არის სიყვარული, წყარო ეგ არის. და როგორ შეიძლება ამაზე დაყრდნობით ჩვენ ადამიანი ლანძღო, თათხო სიძულვილით. ეს არის მეთოდი, რომელიც აი ერთგვარი რისხვა არის, ხოლო თუ სიყვარული არ აქვს, ღმერთი არაფერს არ გააკეთებს. შენც დაიღუპები. უპირატესობა ახლა ნახეთ მკაცრად არის დადებული ცნებები, რომელიც ღმერთმა დაადო მეორე ჯულის კანონი და ლევიტელებში, იქ მკაცრად არის ასეთი ის მითითებული, რომ ადამიანი არ უნდა მოკლას. არა კაცკლა ათმცნებაში. არაკლა ცხოველი არსად არ წერია. კითხვა დაგებადებათ ასეთი. ხო აქვთ რაიმნებს რა, ეგრეთ წოდებული ვეგეტარიანებს, რომ არ კლავენ ცხოველებს, ინდოეთში ცხოველი წმინდა არის და შემდეგ. აი რატომ არის რომ ცხოველი შეიძლება მოკლა და ხო ქრისტიანულ სამყაროში ცხოველის ხორცს ყველა ჭამს, ხო? და ადამიანი კი არ შეიძლება. რატო იჯება ადამიანის მკვლელი და არ იჯება მაგალითად ცხოველის მკვლელი? თუ რაღაცა კანონები, სახელმწიფო კანონების რეგულაციიდან რო ამოვარდები, იმ შემთხვევაში იჯები, თორე ისე ნადირს თუ გადაეყრები და რომ მოკლა პრობლემა არ არის და არც ინდისი არ გაწუხებს ნადირი რომ მოკალი. შენი სიცოცხლე უფრო ღირებულია. ამ საკითხზე თუ იფიქრებ, თავად პასუხსაც იპოვნით, გამიგეთ ჩემს გარეშე რომ ჯერ ერთი ადამიანის სიკვდილი იმიტომ არ შეიძლება მოკლა, რომ ადამიანს შეუძლია მონანიება, ცხოველს არა. ამიტომ აზრი არ აქვს ცხოველს მაგრამ რომ მოკვდება თავისთვის, ჯობია შინაური ცხოველი დაიკლას, შეჭამოს, შენთვის არის, ის მაინც მოკვდება. ცხოველები ესე კვდებიან. და ვეგეტარიანიზმი აქ არა ბიბლიური არის და არა ქრისტიანული არის. ის რო გააჩინა ღმერთმა ცოდვა დაცემის მერე შინაური ცხოველები ჩვენ საკვებად დაგვიწესა, გაარჩია რომელი გვეჭმევა, რომელი არა, ისეც იმიტომ რომ ზოგი ცხოველის ის მძიმეა და სამუშაო და ორგანოს გამოგვიყვანს წყობილებიდან, ხო, რომელია უწმინდური, რომელია წმინდარი, ჩამოწერილია ლევიტელებში. და შესაბამისად, როცა უკვე ისეთი თეორიები მოვიდეს რელიგია, რომ იცი რა არ შეიძლება ცოცხლელი მისისა და ვეგეტარიანობა, ეს უკვე სხვა რელიგია არის. ჯერთი ადამიანი მკაცრად, იმიტომ არის განსაზღვრული არ მოვკლათ არა კაცკლა, იმიტომ რომ შენ ართმე უფლებას ადამიანს მონანიებისა და რა იცი რა ხდება. შენ არ აგაქვს უფლება თუ ღმერთმა პირდაპირ არ მიგითითა, როგორც ძველ აღთქმაში უთითებს.
და არასრულებს თან საული თუ გახსოვთ, ხო? და ცხოველს კიდე. მნიშვნელობა არ აქვს 100 წელი ცოცხლებს თუ 2 წელის, არც აღსარებას ექვემდებარება, არც მონანიებას და რაც არის თავიდან ის დრო აღქმა მას არ აქვს და არის უბრალოდ ჩვენ სიამოვნებისათვის. ცხოველები ჩვენ დაგვექვემდებარა ღმერთმა და გვითხრა მე რომელი გვეჭმევა და რომელი არა. რომელი შინაურია, რომელი რაში სამსახურში და ჩვენ გვემსახურებიან და ასე თქვა ღმერთმა და ამას რომ ვასრულებთ, ჩვენ აღარ გვაწუხებს მინდიას კომპლექსი აღარ აქვს ვაჟა-ფშაველას გმირის სახით. არც ვეგეტარიანი არა ვართ ჩვენ რომ უიმე. აიმე, თითქოს რაღაცა ხდება. თავარი გავიწყდება რომ შენ დაბადებული ხარ, ქრისტიანი ხარ. ამიტომ მარტივია პასუხი. ადამიანის შესაძლებლობას უკლავთ, როცა ვკლავთ ჩვენ მონანიების და აღსარებისას. ამიტომ არ გეძლევა უფლება მოკლა ადამიანი. შენ დარწმუნებული ხარ, რომ იმან ამოწურა ყველაფერი? მარტო ღმერთმა იცის, როდის გაიყვანოს ადამიანი. და ცხოველი კიდე არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაგას გასართობად არ უნდა მოკლა. გასართობად. რომ ერთობი და რაღაცას აგრესიული ლტოლები, იმიტომ რომ ეს გასართობად არ შექმნა ღმერთმა ეს ცხოველი, დაგვიქვენდება რა სილამაზის არის, სიცოცხლე დადგავი. და ცოდვა დაცემის მერე ენტროპიას ყველა დაექვემდება რა და შინაური ცხოველები განაწესა როგორც ჩვენი საკვები საშუალება. ხვდებით? აი გიფიქრეთ ამაზე? რა მაგარია ღმერთის მითით. აი რა ინდუელების, რა კრიშნაიზმი, რა ბუდიზმი, რა შეედრება ამ ქრისტიანობას რა. მე ყოველთვის მაწუხებდა თქვენი არიცი ბავშვობაში, გარკვეულ ასაკში, ხო, პატარობაში კი არა, აი რომ მოზარდობაში რო შედიხარ, ქათმის დაკლა. რა ვიცი, რამდენად სწორია, არ მსემონებდა ღორების დაკლა, არ მესმოდა მთელი რიგი საკითხები და ცოტა პატარა შეჭრებების განვიცდილი რა. იმიტომ რომ შემოდის 1000-ნაირი თეორიები, ახლა წაიკითხავ გველის ჭამეს იმას, ხო, იფსება თქვენი გონება და მე გავლენა ყველაფერს აქვს, რასაც კითხულობ და ვერ გადავხარ ეს პრობლემა. სიმართლე უნდა გითხრათ, თქვა დედამეტყოდა ამ ქათმის რაღაც ვცდილობდი ამერიდებინა, სხვისთვის შემეტენა. თუ არავინ აღარ იყო იზოლებით ვკლავდი, მაგრამ ამას ტვინით ვაკეთებდი. ტვინით, ესე იგი ძალდატანებით. რატო მიჩნდებოდა ეს გზომა, მე ვფიქრობდი. მე არ გავყვებოდი ამას, მივაფუჩეჩებდი. და აგერ საერთო წერილი შესწავლის მერე დავალაგე ყველაფერი. თუმცა როგორ მდგომარეობაში ვიყავი, გავლენას გამცდი რაღაცა. არა, ქრისტიანობამ ნახეთ რა კარგი რაღაცები დაგვილაგა რა, როგორ ეს შენი ის არის, არ არის პრობლემა ეს. აბა ახლა ქათამი 3 წელს ძლებს მეც ვერა, თუ იყიდი ამ ქათამს და შეაგდებ საქათმეში და დაბერდა, მოკვდება, გაიფიჩხება, უნდა დამარხო. ეს უფრო სწორია? ძროხა იმისთვის არის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ. უბრალოდ არც ცემო, არ აწვალო, უარე გამოიყენეთ, უამრავი კაი საშუალება აგრძე, ხაჭო, კარაქი, რაღაცა ხო, ტყავი, ყველაფერი ხო, ჩლიქები, ხაში, ყველაფერი. როცა დრო მოვა ამისი. ხვდები და ის განცდა აღარ მექნება რა, რაც მინდიას რო აწუხებს ხო, ვაჟა-ფშაველას პერს. შესაბამისად ვაჟასაც აწუხებდა, ვაჟა ხო პაგანისტი იყო. წარმართი იყო ვაჟა რა, ეს არ იყო ქრისტიანი. როგორც სხვა მწერლები ბევრჯერ მეთქია, ვაჟა-ფშაველა არ იყო ქრისტიანი, აი ბიბლიური ქრისტე, ჩვენ რო ვსწავლობთ რა, აი რაც ქრისტედან არის მოწოდებული. და აწუხებდა მას ესეც და ბუნებრივიც არიცი. ვერ გადაჭრა ეს პრობლემა მან ეთყობა, მეც გარკვეულ ეტაპზე, არ ვიცი თქვენ ქონიათ თუ არა, მე მქონია ესეთი რამე რა, რომ მაინც ვერიდებოდი ქათმის დაკლასაც. თუ აღარავინ აღარ იყო აბსოლუტურად, იძულებით ვაკეთებდი ამას, მაგრამ ცოტა ხანი 15-20 წუთი ცოტა ვერ გზრონდი თავს კარგად. ხო უყურებდი ამას ფართხალებს, სისხალი გამოდის, გამიგეთ. გარკვეულად ეს თუ ადამიანი ხარ შეგაწუხებს. ზოგი საქონელზე არ ლაპარაკობ. ბიბლიამ გადაჭრა ეს პრობლემა. რომ ადამიანის იკრძალება, რომ ადამიანს უნარი აქვს აღსარების, მონანიების, რათა ღმერთმა მერეს მონანიები მიიღოს. მაგრამ ქათამი მოკლავ, არ მოკლავ, არც მონანიებას ექვემდებარა, არც აღსარებას. ამიტომ გონევრულია რომ ქათამი შენ სამსახურში ჩააყენა ღმერთმა და მოუარე და გამოიკვებეთ. აი, შერი არ მოკლე. ქათამი ახლა ექსპონატი ხომ არ არის კაცო. ერთი მეზობელი მყავდა, ყველა ქათმებს იყიდიდა და სულ გაბერდებოდნენ, კვდებოდნენ. არ ჭამდა. ბაზრით გაყიდულობდა მაინც ქათამს და რისთვის ყავდა მე არც ტკბებოდა ესთეტიურად ახლა ვთქვათ. ჭრეტას მიცემოდა ეზოში ქათმები გამოვიდნენ და ჭრელი-ჭრელით მამლები, დედლები ჩაეხატა. არა კაცო ის შეყარა იქ დაცინოდნენ შვილები რომ აგა მოყავს ქათმა, არ კლავს უთა ისე კვდებიან ეს ქათმები რა, რადგან ვერ გავიგებ ხო? მართლაც რა უცნაურია რა. ასევე ბატკნის დაკვლაც და რაღაც არ მსიამოვნებდა, ახლა რო უყურებდი ამას. ესეთნაირად ბღავის და რაღაცა. ბიბლიაში როცა მე უყურებდი ასეთ რაღაცას, რასაც ცხოველებს უყურებ, ხო გაგიჩნდება, რატომ არის ჰუმანისტები, რომ ვერ კითხულობენ ძველ აღთქმას და ისეც მესმის, რატომ არიან აგრესიულად განწყობილი ძველი აღთქმის ღმერთის მიმართ.
სუსისხლის ზღვრა არის, ცხოველების დაკლა, ეგ რა დააშავა ბატკანმა, აბელმა აივა ბატკანი დაკლა, გაცლებით კაინი უფრო კაი რაღაცას არ აკეთებს, ვეგეტარიანელი კაინი უპირისპირდება ამ ხორცის მოყარე სიტყვაზე, მაგათი გაგებით აბელს და სისხლ რა არის ეს, რა ველურიზმი არის, ხო? ერთ შეხედით ხო ესე ჩანს. კაინი უფრო მებაღე და მებოსტნე და ნუგბარი ხილი, ეს შესაძლოა მიართვა ღმერთს, რომელმაც უთხრა ეს არ არის სწორი. თანამედროვე ჰუმანისტებიც რო კითხულობენ ბუნების მწვანეთა დამცველები და ცხოველების დამცველები, რა თქმა უნდა, ამათ ვერ გააგებინებ ბიბლიაში რა წერია, აუჯანყენ ამერს და თითქოს ამათი შექმნილი იყოს ეს ცხოველები. შენ ღმერთმა რაც დაგიწესა ის შეასრულე რა, იყავი მორჩილი. და ყველაფერს მიგითითებს ეს და განეწმიდები ღმერთმა შექმნეს ყველაფერი, შემიკითხავს. და ამ დროს გასართობად რო კლავენ ლომებს, იმებს და შუბებს იკეთებენ, არ ჭირდება და მაინც ეს სწორია? არანაირად. მე უბრალოდ კითხვა ისე დავაყენე, რომ როცა კითხვას დასვამენ, გავცეთ პასუხი, რომ ადამიანის წყვილობა ღმერთმა მკაცრად გაავლოს, რატო არ შეიძლება შენ არა გაგუფლება ადამიანი მოკლა, რომ შენ რა იცი, რა წაართვი ადამიანს. ხო შეიძლება ეს ადამიანი მონანეების დაქვემდებარებაში ყოფილიყო გარკვეულ პერიოდში, აღსარებაში და შენ ამის გარეშე მოუსწრაფე სიცოცხლე და შენ პასუხს აგებ იმაზე. ყველა ვარიანტში. ამიტომ პირველი პუნქტიც ესე იგი არანაირად ჩვენ როგორც ღმერთის სიტყვას გავიგებთ, უნდა მივიღოთ თორე რა იცი, როდესმე ბოლოს მოვიღებს ვიღაცა. მაგალითად სტეფანე რო ჩაქოლეს და მოკლეს, სტეფანე 60-ის წავიდა. ის მონანიებული წავიდა, მაგრამ მისი მკვლელები დაისჯებოდნენ გარკვეულ დრომდე. თუმცა ნახეთ ელოდება ღმერთი კაინის, როგორც მკვლელის ძმისა, ღმერთმა ნიშანი დაადო არავინ არ მოკლას. არ არის ახლა დიდი სიყვარული. ხო ესე იგი რამხელა შანსი მისცა. და ბოლომდე მიყვება ღმერთი ასე ადამიანებს.